თუ შენ იცნობა ადამიანს, რომელსაც დღემდე გონია რომ დაგროვილი ცხიმი შეიძლება კუნთად გადაიქცეს, გირჩევა აუცილებლად გაუგზავნო ეს ვიდეო. არც უკვე ნახსენებ ცნებას, ალბათ ტოპ ადგილს მივანიჭებდი ყველაზე სულელურ აზრებს შორის. აი რა უნდა უთხრა იმ შენაცნობს, რომელიც ასე ფიქრობს. ჩვენს ორგანიზმში ეს ორი რამ სრულიად განსხვავებული აგებულებისაა და საერთოდ არაფერ შეშ არ არის ერთმანეთთან. აი რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვარჯიშობ. კუნთს ამყოფებ ერთგვარ სტრესში, რომელიც შემდგომში ტვინს გადასცემს სიგნალს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ძალა, მე ძალას კი ჭირდება მეტი კუნთოვანი მასა. და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც დაიწყება კუნთოვანი მასის აღდგენა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს კარგ ძილს, კარგ კვებას და კარგ დასვენებას, იზრდება კუნთოვანი მასაც. მაგრამ აქ არაფერი შუაში არ ყოფილა ის, რომ ცხიმი გადაექცა კუნთად. აი რა იმართება ცხიმის. ცხიმის დასაწვავად აუცილებელი არის კალორიული დეფიციტი. ანუ როდესაც შენ იმაზე ნაკლებ ენერგიას იღებ, ვიდრე ხარჯავ, სწორედ ამ დროს შენი ორგანიზმი იმ დაკარგულ ენერგიას, რომელიც დაგაგდა ვარჯიშის დროს, აინაზღაურებს ცხიმის ხარჯზე. ასევე საინტერესოა, რომ 1 კილოგრამი კუნთი და 1 კილოგრამი ცხიმი წონით თანაბარია, მაგრამ მოცულობით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. საქმე იმაშია, რომ კუნთი უფრო მკვრივია და ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე ცხიმი. ამიტომაც არის, რომ როდესაც ადამიანი ჯანსაღ ცხოვრებას მისდევს და აქტიურად ვარჯიშობს, შეიძლება მძიმე იყოს წონით, მაგრამ ვიზუალურად ძალიან კარგ ფორმაში იყოს. ასევე, რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა გაქვს, მით უფრო მეტი ენერგიას ხარჯავ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაშინაც კი, როდესაც არაფერს აკეთებ. სწორედ ამიტომ, რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა გაქვს, მით უფრო ნაკლები შეგეძლო ენერგიული თუ რამდენ სჭა. საბოლოოდ ყველაფერი ასე მუშაობს. შენ ვერაზოს ვერ გადააქცევ ცხიმს კუნთად, მაგრამ შეგიძლია რომ თანდათან დაწო ცხიმი და ამასთან ერთად ააშენო კუნთოვანი მასა. ეს ორი პროცესი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და სწორედ აქ იმალება შენი ფორმის შეცვლის საიდუმლო და არა იმაში, რომ შენი ცხიმი კუნთად გადაიქცა. ამიტომაც არის, რომ ადამიანებმა წონას კი არ უნდა მიაქციონ ყურადღება, არამედ ის თუ როგორ გამოიყურებიან საბოლოო ჯამში. მოკლედ თუ გინდა რომ მეტი ადამიანის ტვინი გადავარჩინოთ, ასეთ უაზრო ინფორმაციებისგან გამოიწერა არხი და გავზიარე ეს ვიდეო შენ საყვარელ ადამიანებს.